გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ გძანდები? გამარჯობა. ციხეზე ვაკეთებ გადაცემას 4 შაბათს და ამიტომ ვარ აქ. აი 1 წლის წინ აი ასეთ შეძახილებისთვის, ნამწვის განმავლობაში სემდრე ადამიანი. 1 წლის განმავლობაში რა შეიცვალა? შეიცვალა რამე? რა თვალსაზრისით? აი ის მაინტერესებს რომ გდანის ციხის ამბებით დაიწყო რეალურად ხელისუფლების ცვლილება ხო ქვეყანაში და გდანის ციხეში მომხდარი ამბები რო არ ყოფილიყო შესაძლებელია არჩევნებში სულ სხვა შედეგები დამდგარიყო და ეს მაინტერესებს პოლიციაში არ შეცვლიდა არაფერი არა დამებას რაც შეეხება მსგავსი რამეები ხო არ ყოფილა კარგი ხალხო კარგად იყავით და აბა თქვენ იცით სკანდალის შემდეგ რაც მოხდა ამ სისტემაში არის საუბარი რომ უნდა საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმები გაჩნდეს ასე შემდეგ ნუ პირველ რიგში ომბუდსმენმა გააფართოვა თავისი მონიტორინგის მექანიზმი მაგრამ მეორე ხა დღეს სისტემის ღიაობა გაცილებით სხვა ხარისხის არის ხა ელემენტარულად რომ ავიღოთ თქვა როდესაც 5000 ადამიანი გადის ცხადთვის განმავლობაში ხდება ჩვეულებრივ ექიმებს, ახლობლებს, ექთნებს და გარესამყაროს და ჩვენ არანაირი ბარიკადები არ გვაქვს ცენზურის ხოთ რომ იმ ექიმს რაღაცა უთხრათ რომ მაგას არ მოусმინო აი ეს არ უთხრა არავის რეალურად ხა შეუულებელია ამ სისტემაში რომ წამება მოხდეს და ის დაიმალოს ან ადამიანს შეუძლია თუმცა ფაქტია ისიც რომ ხდებოდა ეს წამებები და მე ერთს ვიტყვი რომ ექიმებთანაც ქონიათ ამ ნაწამებ ადამიანებს შეხება ძალიან შეზღუდული იყო ანუ ამ წამების მერე ექიმებამდე ისინი ვერ მიდიოდნენ სამოქალაქო ავადმყოფოებში ეს იყო ერთეულთა ხო მაგრამ აი ლოკალურად დაუშვათ ადგილობრივად ეს ხალხი ნაწამები ხო იყო სისტემა და ის ხალხი იყო ამ სისტემის ნაწილი ბევრი იყო მსხვერპლი ბევრი იყო მონაწილე მაგრამ რეალურად გარესამყაროსთან კავშირი იყო უკიდურესად შეზღუდული ხო გლდანის ციხის ცნობილი სკანდალი და სწორედ აქედან დაიწყო პოლიტიკური პროცესების ცვლილება ქვეყანაში. დღეს პირველად სწორედ პოლიტიკური ток-შოუთვის დიდი პოლიტიკა გაიღო გლდანის ციხის კარები. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოგიყვებით, როგორი არის სიტუაცია იმ საპყრობილეში, სადაც ზუსტად 1 წლის წინ ლამის აჯანყება მოხდა, სადაც ზუსტად 1 წლის წინ გაირკვა, როგორ აწამებდნენ ხალხს, სადაც ზუსტად 1 წლის წინ გაირკვა, რა შემზარავი ისტორიები გადახდა ძალიან ბევრ იმ ადამიანს, რომელიც ეხლა ჩემს გარშემო მოდგას და რომელიც ეხლა მისმენს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ გლდანის ციხეში მოუხდებოდ. გამარჯობა, როგორ განდებ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? გამარჯობა, როგორ ხართ? კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენთან იქნებ ადრე გაგანთავეს. თქვენთვის კარგი ფეხი მაქვს, როგორც ამბობთ. ავას ხوارს მიეცნებთ. არა, დიდი მადლობა. არ შეგაპირიქით, მე უნდა მომეტანა რამე ალბათ, როცა მოვდიოდი. უბრალოდ არ დამიგეგმია, რომ აქ მოუხდებოდი შიგნით საკანში. 1 წელი გავიდა ზუსტად იმ ცნობილი კადრების გახმაურებიდან, რაც უკავშირდებოდა გლდანის ციხეს და წამებებს გლდანის ციხეში. მეწეღა რომ დავსვი კითხვა რომელიმე მეთქი თუ ხართ თქო ვინც იყო იმ დროის ნაწამები თქვენ მითხარით მე აბა თუ გაიხსენებდით ახლა ამ ისტორიას გლდანის საუბრად ბოდიშვიხტი საზოგადოებასთანაც სიგარეტს იმიტომ კაი მეც მოვწერ სოლიდარობის ნიშნად თქვენთან ერთად მოვეწევი რომ უბრალოდ მახსენდება ახლა ის არა უშავს ბოდიში ალბათ სახსენებელი დღები როგორ გაიხსენებდით აი იმ წამებას რა მოხდა რა დატრიალდა თქვენს თავს რა ხდებოდა ზოგადად ესეც მაინტერესებს მოგიყვებით და ჩემ თუ პირადად პიროვნულად ჩემზე გაინტერესებთ პიროვნულად ჩემზე თუ გაინტერესებთ მაგ რო არ მიკერძეობაში რო არ ჩამვითვალოთ იმ რომელიმე პატიმარმა ზოგადად მოგიყვებით რა ხდებოდა
როდესაც შემოვედი გლდანის ციხეში, დავხვდა თამაზ მელაძე იყო დირექტორი. შემდეგ საოფიცროში, ასე ვთქვათ, სამორიგეოში იყო ლადო ბედუქაძე. მე მას ვთხოვე, რომ არ ვიცოდი ვინ იყო ლადო ბედუქაძე, ჩვეულებრივი თანამშრომელი. მე მას ვუთხარი, რომ ესე დიაბეტი მაქვს, სუდათ ვარ მეთქი ესე და ძალიან ხო დიდხანს მოგამაჩერებ, თუ შეიძლება რომ კამერაში ამეყვანოთ მეთქი. გამოვყით ანუ რაზე დაგიჭირეს რაღაცა მეც მოუყვები სიმართლე და კარგი ვარ ენერგიულო, უბრალოდ ერთს გაგაფრთხილებო, ესე მითხრა საერთოდ უცნობი იყო ეს ადამიანი ჩემთვის. ხმამაღლა არ ილაპარაკო, რომ აქ საშინელი წამებებია და მე ვთხარ რატომ მეუბნებით ამას მეთქი, საშინელი წამებებია მეთქი და თქვენ ეთყობა სპეციალურად მოგაგზავნენ მეთქი ჩემთან მეთქი და არა უბრალოდ მალე დამთავრდება ეს წამებებიო და ამიყვანა მართლაც ამ კაცმა კამერაში და ზუსტად 10 დღეში შეიცვალა უფროსი დადგა ვიღაც რა უკვე ყველა ვიცნობ კილერა ზედმეტსახელად ისა რა ქვია რა გვარი იყო ალექსანდრე მუხაძე მეტსახელად კილერა ნუ იყო საშინელი წამებები დაიწყო მე გავყავდით უფროსის კაბინეტში მოდიოდნენ პროკურატურიდან პროკურორი ვიღაც ორი ვიშიბალები მე მცემეს საშინლად მაწამეს აქ ეხა უბრალოდ არასასურველია ჩემი ფიგურიდან გამომდინარე თორე გაჩვენებით აქ ვარ გადაჭრილი ეს აი მე მაქვს აგერ გაზეთი რომელშიც გავწერე კვირის პალიტრაში სადაც ეს არის რომელი რიცხვის რამოდენიმე თვის უკან 2013 წლის 7 ივლისი ხო აი ეს სტატია გამოვაქვეყნე მოვიდა პროკურორი ჩემთან დასაკითხად სახელი და გვარი მიწერია მისი ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ახობამდეც მოვიდა არანაირი რეაგირება აი მე მინდა რომ სოფლიოს ვაჩვენო ეს რომ ამ კაცს მე მაწამა არანაირი რეაგირება არ მომხდარა და კიდევ საპასუხო წერილი მომწერა თითქოს და მე ვიღაცამ გამომიყენა და ვიღაცამ მე მთხოვდა რას გიკეთებდათ ეს კაცი აი წამებაში აი შევედი შემიყვანეს იმაში კაბინეტში და მეუბნება რომ თუ შენო ითანამშრომლებო და თუ მისცემო სურათო შენო გახვალ აქედან თუ არა და ბოდიში და დაგაშარდავ თავზე მე ჩემი თვალით უყურებდი როგორ ჩემს შესაშინებლად როგორ აშარდავდა აი ამის უკან არის ორმო იყო ადრე გაჩვენებთ სადაც ჩააგდო ადამიანი და მაჩვენა ღამის 3 საათი იყო საკნე და რო გამომიყანა რომ მე შემშინებოდა აი მე ვიყავი აი იქ C კორპუსზე როდესაც გამომიყანეს ღამის 3 საათი იყო გზეთა ესე 4 აქ ქონდნენ ეგრეთ წოდებული ორმო ეს უკვე ამოვსობილია და აი აქ ქონდნენ თვალები ახვეული პატიმარი რომელსაც თხოვდნენ რომ აი იმ ქონებას თუ გადმომიფორმებ თუ გადმომიფორმებ იმ ქონებას, ნუ რომ რაღაც ქონებაზე ელაპარაკებოდნენ. თქვენ თვითონვე მონახეთ და ხო და რომ ვეუბნები მე რატომ მაყურებინებ მეთქი ამას მეთქი მეუბნებოდა რომ აი ესეთი დაგემართება შენო თუ ვინ იყო ხო არ გახსოვთ ის კაცი ვისაც ქონებას თხოვდნენ რომ გადაიფორმებინო სახელი და გვარი არ მახსოვს სახელზე ვიცნობ. აი ამ ადგილას იყო აი სადღაც ამ ადგილას ეს იყო იმდენად ქონდნენ ეს კონსპირატიულად გაკეთებული რომ თვით ციხის ბევრმა თანამშრომელმა არ იცოდა ეგ იმიტომ რომ იმდენად იყო რეჟიმი რომ თვითონ ციხის თანამშრომლებს ეშინოდნენ აკრძალული ქონდნენ აქით გადმოსვლა და მე როდესაც მეუბნებოდი რომ იცი რა ბოთლით მაინც დაასხი წყალი მეთქი რომ ეგონება იმიტაცია თითქოს აშარდა მეთქი ცოდვა ადამიანს რატო იმეტებ მეთქი და ამის გამო მცემეს მე და მითხეს შენ თუ არ დათანხმდები იმას რასაც ჩვენ გთხოვთ ანუ იგივე გაგიმეორებ შენზე აი აქედან უკანა მხრიდან გამოყავდნენ ღამის 3 საათზე კრუქს ესე არ ტყამდნენ პირველ სართულზე და სადაც დაინახავდა რომ სიგარეტის მოწევა იყო აკრძალული საკანში და მინდა დავამატო რომ ეს მარტო ფიზიკური წამება კი არ იყო მორალური წამებაც იყო როდესაც პატიმარი კვირაში ერთხელ აბანოში უშვებ 10 წუთიცაც არ გიშვებს მეუბნებოდი რომ 5 წუთი მარტო მინდა გახტაში და შაცმაში მეთქი 7 წუთზე მეც არ აღწევ და რამდენჯერ საპნიანი გამოვსულოთ მე ვიყავი სამეურნეო ნაწილში სანამ გადმოვიდოდი იყო შემოდიოდნენ ღამე არაფრის გამო 20 კაცი აგდებდნენ შპონკის ქვემოთ ხალხს პატიმრებს ვინც მე ვერ შემაგდი, იმიტომ ვერ ვეტეოდი ფიზიკურად, რომ ძალიან რომ ინდოვებოდა, ვერ შევეტე. აი რა სასარგებლოა, ხანდახან წიმს ოქნე, მე სულ ამას ვამტკიცებ ხო. ხო და ის რა ქვია, შემდეგ ისე მოხდა, რომ აი 26 მაისს ბურჯანაძე რო ატარებდა ნინო ბურჯანაძე აქცევს, აი იმის მერე ძალიან საზის
გასაზრდებლად აწამებდნენ პატიმრებს. რა ფორმებით, რა საშუალებით? საფეხზე აყანებდნენ, აი შეხედეთ ჩემ ფეხს. ეს არის ერთ-ერთი წამების ფაქტი. ანუ თუ ერთი დააშავებდა ხმამაღლა დაიწყებდა ლაპარაკს, ანუ უნდა გამოსულიყო ყველა და საფეხზე უნდა დავდგარიყავით. ყველა 10 ადამიანი ან 8 ადამიანი რამდენიც საკანში ვიყავით. მე თუ ეტყოდით რომ გვინდა გასვლა სასეირნოდ პრაგულკაზე, გვეკუთვნოდა 1 საათი, 10 წუთზე მეც არ გვაჩერებდნენ, ხელები უკან უნდა გაიკეთებია ესე და სირბილით უნდა არბენილიყავი მე-5 სართულზე. მე ჩემი სიმსუქნიდან გამომდინარე ვერავრბოდი და მიწევდა ცემა იმის გამო რომ ჩემი საკამერნიკები არ დარჩენილიყო მადრაგები იყო მადრაგები ოფიცრები იყო ესენი რომელიც ხალხს აწამებდნენ ქალბატონო ინგა და დღემდე რამდენი საჩივარი დავწერეთ 50 საჩივარი დავწერე მე თვითონ პროკურატურა არანაირ რეაგირებას არ აკეთებს და იმის თქვა მინდა რომ ეს ხალხი რომელიც კაი დავანებოთ იმას ბაჩუახალაია ხო არ ეუბნებოდა რომ იცით რა 10 კაცი როა საკანში ერთი ბოთლი ნაბეღლავი დაუტოვე მხოლოდ. ოდესაც წყალი წყდებოდა და მე რომელსაც მაქვს დიაბეტი და ვეუბნები რომ 2 ლიტრა წყალი არ მეყოფა მეთქი. მეუბნება შენი დედა, შენი ოჯახი მე არ მაინტერესებს. ჩემდნენ? ხო, რა თქმა უნდა 9 ბოთლს მიგდებენ და მიტოვებენ ერთ ბოთლს, ქალბატონო ინგა. ეს არ არის წამების კოლფასი და როდესაც ჩემ მეგობარს 2 თვის ბავშვი ყავს. დამძანდი ძალიან ხო. 2 თვის ბავშვი რო ყავს და აქ აქვს სურათი გაკრული. ჩამოაგდო და შენი დედა და ესე სრიცავს ფეხებით. ხო შეუძლია ეს არ დაუალებია ბაჩუახალაიას და არ დაუალებია იმას რა ქვია ადეიშვილს სურათი ბავშვის ჩამოუგდეთ. იგენ სხვა სისხლში აქვენ გასული, მაგ ყველა მისი ჯვა ატაროს მისი ცოდვა. ეს ხალხი რატო არა მე ვეკითხები ბატონო არჩილ, ბატონო ბიძინა ძალიან გთხოვთ თქვენ მოგვეცით ჩვენ იმედი სამართლიანობის რომ სამართლიანობა აღდგებოდა ხო ბევრად მაგრამ სამართლიანობა მე როდესაც წამართვეს ამხელა თანხა ამხელა სურათები და მე წერ გაზეთებში წერ ისა რა ქვია ყველგან სადაც შემეძლება რატო არ მაგცემა ყურადღებას და მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ბატონ ბიძინას რომ თქვენ ბატონო ბიძინა თქვენ გაქვთ საქართველოს ქართველი ერის წინაშე ვალდებულება იქიდან გამომდინარე რომ თქვენ ხალხი გენდობა და უყვარს თქვენი თავი და თქვენ უნდა აღადგინოთ ეგ სამართლიანობა ქართველი ხალხის გამო და ისე უნდა წაბრძანდეთ ასე ვთქვათ სამოქალაქო სექტორში ეს არის ჩვენი თხოვნა ქართველი ერის არა როგორც პატიმრის არამედ ქართველი ერის და ჩვენი იმედი გვაქვს კარგად ბრძანდებოდეთ აბა თქვენ იცით გაძლებას გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ ხო შეწუხდით მადლობა დიდი თქვენ უფრო გჭირდებათ მე მგონი ეხლა თქვენი გაკეთებულია როგორ ხართ რა შევით აი ვაკეთებ 1 წელი რო გავიდა იმ ცნობილი ამბებიდან გლდანის ციხის და დღეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო არ მეგონა ბოლო აქ თუ შემოვაღწევდი და შემოვედი და რა ვიცი რას გვეტყოდით რამე შეიცვალა სიტუაცია თქვენ ხო არ გაწამებდნენ მე 8 წელივით ეკიდათ ან ვირთხამდენ და რაღაც წამებები და ესეთი ქონდა ადრე კარგად იყავით ღმერთს მასულ გახარებული გამყოფოთ აბა დროებით ხალხო და გარეთ გისურვებთ მალე გასვლას და განთავისუფლებას დიდი მადლობა ამას წავიღეთ ჩემთვის სახში მადლობა კარგად იყავით ნახვამდის ეს არის ციხის ცნობილი რესპუბლიკური საავადმყოფო სადაც მოხვედრა წლების განმავლობაში ბევრი პატიმრის აუხსნელი ოცნება იყო აქ მოხვედრა ნიშნავდა უფრო მეტ თავისუფლებას ყოველთვის და ალბათ ნიშნავს კიდეც ეხლა უფრო მეტ კომუნიკაციას საშუალებების მინისტრის მოადგილე ბატონი აჩთალყვაძე იმყოფება ჩემს გვერდით ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ შემოგვიშვით აქ ჩვენ ახლა ვიმყოფებით გლდანის ციხეში გლდანის ციხის ტერიტორიაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ციხის რას ეძახდნენ RB რომელიც როგორც გითხარით ყოველთვის იყო ოცნება 1 წელი გავიდა თქო წეგან ვახსენე აი იმ ცნობილი კადრების გამომძეურებიდან ბატონარჩი და მაინტერესებს იმ ნაწამები პატიმრების ბედი ვინც გარეთ არ გასულან ვისაც არ შეხებია ამნისტია ვინც დღესაც პატიმარია როგორ არის ეს ხალხი ის რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ ამაზრზე ინდა საშინელი კადრები თავისთავად გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას რომ მათი ფსიქიური თუ ისე ფიზიკური მდგომარეობა ეხლაც ალბათ არის უმძიმესი
5027 ადამიანი ეს არის პრაქტიკულად ნახევარზე მეტი დღეს არსებული პატიმრების კონტინგენტის და ბუნებრივია რომ სამხელო ციფრებზეა საუბარი არის იმიტომ დაგვჭირდა ჩვენ ამ ადამიანების გადაყვანა საავადმყოფოებში რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე დაზიანებები, მათ აქვთ ბევრი დაავადება, რომელიც უყურადღებოდ იყო დატოვებული, მათ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სწორი დიაგნოზები, ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ადეკვატური მკურნალობა მიღებული და მე პირდაპირ შემიძლია განვაცხადო რომ სამედიცინო რეფერალის აი ესეთი მასშტაბი განპირობებულია იმით რომ სისტემაში არის ძალიან სერიოზული შედეგები, ძალიან მძიმე ჰუმანიტარული შედეგები იმ ესე ვთქვათ მენეჯმენტის იმ მეთოდის და იმ მიდგომის რომელიც იყო წლების განმავლობაში დანერგილი. ხო, თუმცა ძალადობის გარეშე არის თუ არა დღეს სიტუაცია სასჯელ აღსრულების სისტემაში, ამაზე ძალიან ბევრი განსხვავებული მოსაზრება მომისმენია. მე ამ კითხვაზე ახლა თქვენ არ მოგთხოვთ რა საკვირველია პასუხს, მაგრამ ჩვენ გვსმენია არაერთი შემზარავი ისტორია, არ ვიცი ამას ამიდასტურებთ თქვენ თუ არა, თუნდაც ახლა ბოლო პერიოდში ციხეში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობ, ანუ რაღაც ინფორმაციები ყოველდღიურად გვესმის, რომ რაღაც პატიმრის პრობლემა, იქ შიმშილობებია, იქ თვითდაზიანება, იგივე ლევან კორტავას ცნობილი საქმე და ასე შემდეგ. ერთი რამ მინდა რომ კითხოთ, მე ვიცი რომ აქ იწყებ თქვენ C-ჰეპატიტის მკურნალობის ძალიან სერიოზულ პროექტს. ანუ ყველა პატიმარს, ვისაც ექნება ეს დიაგნოზი დასმული, უფასოდ უმკურნალებთ? C-ჰეპატიტი იყო და არის ერთ-ერთი მძიმე პრობლემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით დღეს ამ სისტემაში და ეს არის პრობლემა, რომელიც დღეს რომ ნაბიჯები ჩვენ არ გადაგვედგა, უფრო დიდი მასშტაბით, ესე ვთქვათ, დაგვარტყამდა მომავალში. ახლა უკვე მზად არის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს 12000 ადამიანის გამოკვლევას წელიწადში, 3000 ადამიანის სიღრმისეულ შეფასებას სამედიცინო კუთხით, 500 პაციენტის მკურნალობას წელიწადში, 5000 ადამიანის ვაქცინაციას B-ჰეპატიტზე. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს ხარჯზე, მაშინ, როდესაც წინა წლებში ადამიანებს უხდებოდათ სამწლიანი ბიუროკრატიის, სტრასბურგში ადამიანის უფლებების დაცვის, ადვოკატების, ჩივილის, განცხადებების წერის ფასად მხოლოდ ის, რომ მიეღოთ ეს მკურნალობა, არსებობს მიახლოებითი მაჩვენებლები, სადაც სამოქალაქო სექტორთან შედარებით ამ ინფექციის გავრცელება 5-ჯერ, 6-ჯერ მაღალია ჩვენ სისტემაში. მე მახსოვს გავიხსენებდი ერთ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთმა პატიმარმა სახელმწიფოს სამკურნალობაზე საქმე მოუყო სტრასბურგის სასამართლოში, იმ დღესვე, როდესაც ჩამოვიდა ეს გადაწყვეტილება საქართველოში, ეს ადამიანი გაათავისუფლეს და არგუმენტად პასუხად გასცეს, რომ ჩვენ მივიღეთ ვალდებულება რომ უმკურნალოთ პატიმარს, მაგრამ თქვენ პატიმარი აღარ ახართ. ძალიან საინტერესოა, ეს კარგად დასრულებულა, კარგი ფინალით, მაგრამ არის უფრო სხვა ისტორიებით, ძალიან მძიმე შემთხვევებით, უამრავი ადამიანი ჩვენ ვიცით, რომ ამ დაავადებითაა დაავადებული და არის პარალელურად პატიმარი. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, აი თქვენ ამბობთ, რომ ეს პროექტი უნდა დაიწყოს, ჰეპატიტზე მკურნალობა, დაუშვათ პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა პატიმრების თემას ამ მიმართულებით მეტნაკლებად მოიხსნებაო. ხო, არ ფიქრობთ, რომ ამ პროექტის განხორციელების პარალელურად რაღაცა რისკები ჩნდება იმისი, რომ დაუშვათ, ვისაც აქვს ჰეპატიტი, რომლის მკურნალობაც ისედაც ძალიან ძვირი ჯდება, თავისუფლებაზე მყოფი ადამიანი, სპეციალურად შეიძლება გახდეს პატიმარი, აი რაღაც ხულიგნობა ჩაიდინოს, მიზანმიმართულად რაღაც დანაშაული ჩაიდინოს, რომ მოხდეს ციხეში, ვინაიდან ციხეში მკურნალობა იქნება უფასო. ხო არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი პროექტი შეიცავს მსგავს რისკებს? ანუ მე თუ მაქვს ჰეპატიტი, მირჩევნია რომ ვიყო ციხეში და იქ მიმკურნალონ, იმიტომ რომ ვცხოვრობ საქართველოში, სადაც უზარმაზარ პროცენტს არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ დაავადებას მოერიოს, ამიტომ მე მირჩევნია რომ გავხდე პატიმარი. ეს შეკითხვები რამდენიმე თვის წინ ჩვენ თვითონ დავუსვით ჩვენ თავს ამ შეკითხვებზე არსებობს პასუხები და პასუხი არის ის, რომ 10000 მოქალაქე მიიღებს მკურნალობას იგივე ფასად და ეს არის ძალიან შემცირებული ფასი მკურნალობის, რომელიც წელს დაფიქსირდება პატიმრების თვისწამლების შესყიდვის ტენდერში და მეორედ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თავისი ძალიან თანმიმდევრული გეგმა, რომლითაც ის უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ამ მკურნალობის მიწოდებას. ამიტომ არავის არ დასჭირდება პატიმრობაში, ესე ვთქვათ, მოხვედრა იმის გამო, რომ ეს მკურნალობა მიიღოს. მე ვიცი ერთი რამ, რომ აი ამ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
ძირითადად კრიმინალური ავტორიტეტები იყრიდნენ ხოლმე თავს, უფრო აი ქურდები, კრიმინალური ავტორიტეტები, დაუშვათ გავლენიანები ვინც იყვნენ ციხეში. ეხლა რა მდგომარეობა? მე ვიცი რომ იგივე კანონიერი ქურდი ტარია ფოცხვერია ამ წუთებში აქ იმყოფება, ხო? დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველა ადამიანი ვინც ამ საავადმყოფოში არის და განსაკუთრებით მისი განახლების შემდეგ, როდესაც მოხდებიან ამ საავადმყოფოში, ერთადერთი ფაქტორი, რაც მათ აქ განმოსვლას, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს, ეს არის პაციენტის სტატუსი, ეს არის კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც ჭირდება ჩარევა. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ბატონო, მოკლედ, რასაც მე ვუსმენ, თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი არის ნორმალურად, უბრალოდ ადასტურებთ ამ ჩემს შეკითხვებს, მაგრამ მაინც ამბობთ, რომ არის ნორმალურად. ეხლა უსმენდი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რა ხდება, ამაზე ინტერვიუს. ოფიციალურად ამბობთ, რომ არის ყველაფერი კარგად, მაგრამ თითქმის დღე არ გავა, რომ რაღაც ინფორმაცია არ გავიგოთ პატიმრებზე. არის შიმშილობები, არის თვითდაზიანებები, არის ძალიან მძიმე თვითდაზიანებებიც, ხან თვალის ამოკერვა, ხან ყურის მოჭრა, სასქესო ორგანოთი დაჭედება, სკამზე და ასე შემდეგ. ანუ იქ რომ იყოს ყველაფერი ისე, როგორც ოფიციალურად გვეუბნებით, არა მარტო თქვენ მთლიანად, მთელი ამ სისტემის წარმომადგენლები, ეს ადამიანები თვითდაზიანებებს ასეთი დოზით რატომ მიიყენებდნენ. მე მინდა ისიც გაგახსენოთ, რომ ამ დღეებში პრესაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია იგივე მოჭრილ ხელთან დაკავშირებით, პატიმრების წამებასთან დაკავშირებით, შიგნით პატიმრებს შორის ჯგუფთან დაკავშირებით და ერთმანეთზე ანგარიშწორება, იმიტომ რომ ისევ ციხის ადმინისტრაცია დაუშვათ ლოიალური არის ავტორიტეტების მიმართ. აი რატომ იქ თუ არის ყველაფერი კარგად, ამდენი თვითდაზიანება საიდან მაშინ? იმედია სრულად მომეცემა ხა პასუხი მინდა გავცე სრულად. დავიწყოთ იმ მომენტიდან, რომ რამოდენიმეჯერ თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ მაყურებლების პრობლემა ისე წარმოჩინდა, თითქოს მაყურებელს არ მინდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს პრობლემა გაჩნდა. ეს პრობლემა მუდმივად არსებობდა. აქ არის ორი მიდგომა, ერთი თუ შეფუთავ და დამალავ ამას და მეორე როდესაც ღიად ეს მაყურებელმა გამოიტანოს ამაზე დასვენები, როდესაც საჯაროდ გამოგაქვს ეს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, იგივე ოფშიაკი, იგივე მაყურებელი, იგივე ეს პრობლემა, იგივე ის ყველა სუბკულტურული პრობლემები არსებობდა და არ წარმოჩენილა ეხლა, არ გაჩნდა ეხლა. მით უფრო საგულისხმოა ის, რომ ამის წინააღმდეგ ბრძოლა არ ხდებოდა საკანონმდებლო მექანიზმებით, რაღაცა არსებობს ევროპული სტანდარტებით, მექანიზმებით, სახელმწიფოებრივი მიდგომით, რასაც დღეს ჩვენ ამას ნამდვილად ვაკეთებთ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. რაც შეეხება თვითდაზიანებებს და ზუსტად მაყურებლების მართავს. თქვენ შეგიძლიათ თქვენს მრავალ კოლეგას გითხოთ, რომელიც ისდა საზელახსოვრებელ დაწესებულებაში და გეტყვია, რომ შიმშილობა რომ დაეწყო, თვითდაზიანება რომ მიეღო, უნდა ეკითხა ადმინისტრაციისგან მართული მაყურებლისთვის. შიმშილობა რომ დაეწყო და თავისთავი რომ დაეზიანებინა. დღეს რომ ჩვენ ვიყოთ გარიგებაში ამ ადამიანებთან, ვერ განვახორციელებდით სარეჟიმო ღონისძიებებს, ვერ განვახორციელებდით უამრავ უსაფრთხოების ღონისძიებებს, რომელსაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც პროტესტის გამოხატვა უნდა, მას აქვს საშუალება, რომ ეს გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის შიმშილობით და თვითდაზიანებით. რაც შეეხება ინფორმაციას თვითდაზიანებაზე, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრა. ჩვენ გავაკეთეთ 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი. 70%-ზე მეტი არის ტყუილი. 70%-ზე მეტი არის ტყუილი და ამას დოკუმენტალურად, მას შემდგომ, როდესაც დასრულდება ამ დოკუმენტზე მუშაობა, მე თქვენ მოგაწვით პირადად. კი ბატონო. და გეტყვით, რომელი ნიუსი იყო ტყუილი. კი ბატონო, მაგრამ მოდით აი მე წეხან ვახსენე რეგულაციების თემა. რამდენადაც ვიცი აპირებთ პატიმრებისთვის გაამკაცროთ კანონი თვითდაზიანებებზე. რატომ? რატომ გახდა რომ საჭირო რომ კანონმა თუ შიდა განაწესით მოხდება ეს თუ როგორ მოხდება, რომ თუ კი პატიმარი მიიყენებს თვითდაზიანებას, მის წინააღმდეგ რაღაც სასჯელი უფრო მის სასჯელი კიდევ უფრო დამძიმდება, ხო? ასეთი კანონის ჩვენ არ ვაპირებთ, უბრალოდ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი გავზადეთ, რითაც პატიმრები იყენებდნენ თვითდაზიანებას, მათი უმრავლესობა გაგებით მოეკიდა ამ საკითხს. ეხლა მალე ნოდარ მელაძე ჩაგვეთვება და წარმოგვიდგეს მთელ არსენას. თუ გაინტერესებთ რა აკრძალული ნივთები არის ამოღებული ციხეებში, სულ რამდენიმე წუთში თქვენ ამ ნივთებს პირდაპირ ეთერში იხილავთ.
და რაც შეეხება ამ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი გაიზარდა, მჟავდებულთა უმრავლესობა გაგებით მოეკიდა, რაც ჩვენთვის ძალიან საგულისხმო არის და აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ასეთ დამოკიდებულებას ჩვენდამი. ამან შეამცირა თვითდაზიანება და ყოველთვის რასაც ზიანი მოაქვს, ადმინისტრაცია და ზოგადად ხელისუფლება ცდილობს, რომ ზიანი შეამციროს. დიდი მადლობა. მოდით ნოდარს ჩავთავთ ახლა ეთერში. ნოდარ მელაძე წარმოგვიდგენს იმ ნივთებს, რომელიც ამოღებული იქნა ციხიდან. მოგესალმებით, ინგა. ოპერაციაზე შედიხარ ხელთათმანებით. არა, ხელთათმანები გამოფრთხილეს, რომ იყო აუცილებელი ატრიბუტი იმისთვის, რომ ეს ნივთები გამოგვეფინა აქ ჩვენს ახალი ამბების სტუდიაში და გვეჩვენებინა მაყურებლისათვის, როდესაც საუბრობ ერთია, როდესაც აჩვენებ მეორე, იმისთვის, რომ სუსტად მიიღო და მიაწოდა ინფორმაცია მაყურებელს, უკეთესი იქნებოდა ჩვენს ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ჩვენ სტუდიაში მოგვეტანა იმ აკრძალული ნივთების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც საჯელახსოვრების სამინისტროს მიერ ჩატარებული ჩხრეკისას იყო ამოღებული საკნებიდან. მე ახლა გიჩვენებთ რამდენიმე სეგმენტად ამ ყველაფერს და მოგიყვებით თვითდაზიანებების შესახებაც. პირველი ამაგიდაზე გამოფენილი არის აი საკრძალული ნივთები, რომელიც არის ჩხრეკის დროს ამოღებული. ეს არის დანები, რომელიც ამოიღეს ჩხრეკის შედეგად. ყველა მათგანის დამზადება ხდება ციხის პირობებში და თქვენ და მაყურებელსაც შეუძლია ნახოს კადრში, რომ ეს არის სხვადასხვა კუსტარული წესით დამზადებული დანები. შუა ნაწილში თქვენ ნახავთ იგივე აზარტული თამაშები, ბუნებრივია საპყრობილეში არის აკრძალული, ეს არის სიგარეტი, ასტრას, კოლოფებისაგან დამზადებული ხელნაკეთი კარტი, რომელიც ასევე ამოღებულია, ასევე მობილური ტელეფონები. მიშა ხურცკაიამ ისაუბრა ჩვენთან ეთერში, რომ მათ შორის ეგრეთ წოდებული რაგატკების საშუალებითაც კი ხდება მობილური ტელეფონების გადაწოდება ციხეში. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო მაგალითად ქსნის კოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც დააფიქსირეს ორი პიროვნება, რომელიც სწორედ ამ სასროლი საშუალებებით ღობის გადაღმა აგდებდა მობილურ ტელეფონებს, შემდეგ ისინი დააკავეს და ამ თემაზე დაიწყო მოკვლევა კიდევაც. შემდეგი ნივთები, რომელიც არის ასევე ამოღებული ჩხრეკის შედეგად, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორის მქონე, ეს არის სტატუს აპარატი, რომელიც არის საპყრობილის პირობებში ხელოვნურად დამზადებული. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მაღალი რისკის მატარებელი, რატომ? იმიტომ რომ როდესაც ერთი და იგივე კუსტარულად დამზადებული სტატუს აპარატით ხდება სვინინგის გაკეთება და დატანა სხეულზე, ბუნებრივია ძალიან დიდია რისკი იმისი, რომ სხვადასხვა სახის ვირუსული დაავადებები და ინფექციები გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე, საუბარია C ჰეპატიტზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საჯელახსოვრების სისტემაში, ასევე შიდსა და სხვა სახის ინფექციურ დაავადებებზე, რომელიც გადადის, აქ აქვს ხოთაშორის შედარებით პატარა ზომის ასევე სტატუს აპარატი, რომელიც კუსტარულად დამზადებული, რომელიც არის საპყრობილიდან ამოღებული. ნოდარ, ბატონ მიშას მინდა აქვე რო უკითხვა, რანაირად ხდება ეს ნივთები, რაც აკრძალული ნივთები? ბატონ მიშა. ნოდარ დარჩი ჩვენთან თუ შეიძლება, უბრალოდ მაინტერესებს. სხვადასხვა გზით ეს თქვი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ადამიანებში აქვთ ტანით, შემოკლევადიან, გრძელვადიან პაემნებზე, ტრანსპორტით, გადაგდებით, ეს იქნება ეგრეთ წოდებული რაგატკა თუ არბალეტი თუ ასე შემდეგ, რა ვიცი, ნებისმიერ მეთოდით თუ რაიმე შეიძლება ხანდახან ერთი იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენი მოიყვანეს ბირთვის ხორცნელი რომ შორს ესროლა. არის ხა ციხეს ახასიათებს. მაგრამ აი კიდევ ერთხელ მინდა იმ მაყურებლების თემაზე თქვა, ეს მაყურებლების ამოღებული არ არის. ეს არის რეჟიმისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოღებული აკრძალული ნივთები. ეს ღონისძიებები გაგრძელდება აქტიურად. ეს ღონისძიებები იქნება ძალიან, ესე ვთქვათ, ეფექტური. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში აკრძალული ნივთების ამოღების დინამიკა არის შემცირებული. მადლობ, ნოდა, თუ შეიძლება, თუ დაგჭა კიდევ რაიმე ისეთი ნივთი, რომელიც გინდა რომ გაჩვენო და მე ბოლო კითხვა უნდა დაუსვა ბატონო. რამდენიმე ნივთი, რომელიც გვინდა რომ გაჩვენო, სხვა შორის ინგა შენ დასვი კითხვა, როგორ ხდება ეს ნივთები ციხეში. მაგალითად, აი ეს საჩხვრეტის საშუალება ალბათ უფრო დანა არ არის, იმიტომ რომ არც ისე ბასრია დამზადებულია სანთებელის ტარისაგან. და ყველა ნივთი, რომელიც აგდებს, ზოგადად აი ის კავსი კუსტარული წესით არის დამზადებული. ეს არის ინგა შეხედო და ნახო პირდაპირ გეტყვი, აღარ გკითხავ შენი აზრით რა არის ეს. ეს არის არყის სახდელი აპარატი, რომელიც საპყრობილიდან არის ამოღებული. აი ესეთი სპეციალური მოწყობილობა თავისი სადენით, კუსტარულად დამზადებული ფილტრით და ამ კომპოზიციის გავლის შემდეგ ხდება ბრაგის, ეგრეთ წოდებული ბრაგას დამზადება. ამისთვის არის საჭირო პური და ხილის ნამფრთხენი, რომლის სინთეზიც ხდება. შემდეგ აი ამ კუსტარულ მოწყობილობაში გადის და ალკოჰოლური სასმელი, ამის შემდეგ
შემდეგ ჩდება საკანში. სხვა შორის ეს არის ალკოჰოლური სასმელი, აი ბოცაში მოთავსებული, რომელიც არის საპრობილეში დამზადებული. ინგა ძალიან აქტუალური თემაა, როდესაც ვუყვებით ჩვენ მაყურებელს, თუ როგორ ხდება უკანა ტანის საშუალებით, სხეულის საშუალებით, იგივე მობილური ტელეფონების გადატანა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვუჩვენოთ გრაფიკული გამოსახულება, ეს არის რენტგენის ფოტოასლები, რომელიც სრულად ასახავს ერთ-ერთი პატიმრის გამოკვლევას. ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს უფლება დავასახელოთ ამ პატიმრის გვარი და სახელი და სადაც არის ძალიან მკაფიოდ მითითებული თუ მის სხეულში არის Samsung-ის ბრენდის ტელეფონი, რომლის გადატანასაც ის ახდენდა სწორედ სხეულის საშუალებით. არსებობს ორი ტიპი, პირველი როდესაც შედიან ჩხრეკაზე, სწორედ მაშინ ხდება სხეულში ამ ტელეფონის შეტანა და მეორე როდესაც ეტაპირება ხდება ერთი საპრობილიდან მეორეში, სწორედ ამ ფორმით მალავენ ისინი, რადგან არ ეთმობათ მობილური ტელეფონი, რომელიც საკმაოდ რთული გზით აქვს შეტანილი საპრობილეში. მე მინდა გაჩვენოთ იმ და ასევე სხეულიდან ამოღებული სხვადასხვა ნივთები, აი ეს არის გადაყლაპული ნივთები თვითდაზიანებების დროს, როდესაც ცდილობენ რომ ისინი საპრობილის ნაცვლად მოხვდნენ უკვე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ეს კოზებიც, ეს ჩანგლებიც, ეს ყველა რკინის ნაკეთობა არის სწორედ მათი სხეულიდან ამოღებული და ეს არ არის ყველაფერი. აი ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მონიტორზე ახლა ვნახოთ გადაყლაპული ნივთებიც, რენტგენის ასლები, აი აქ მაყურებელი დაინახავს რომ აი ეს არის მაგალითად საკვნეტი, რომელიც და თერმომეტრის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთმა პატიმარმა ის გადაყლაპა. როგორ ხდება ვენების გადაჭრა? ერთი ხელნაკეთი ნივთი შემოვიტანე ბოლოსათვის, შემოვინახე, აი ეს არის სწორედ ციხეში მოგეხსენებათ არ არის საპარსი აკრძალული, ერთჯერადი საპარსის შეტანა შეუძლია ნებისმიერ მსჯავრდებულს, შემდეგ ხდება ამ საპარსების დაშლა და მსგავსი სახის კუსტარული ნივთის აწყობა, რომლითაც თვითდაზიანებებს იყენებს თავად მსჯავრდებული. ძალიან დიდი მადლობა ნოდარ, ეს იყო ნოდარ მელაძე და მე მინდა რომ დაგისვათ ბოლოს შეკითხვა. არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ აპირებთ კონტროლის გამკაცრებას ციხეზე. ანუ არა მარტო მოხდება ვიდეო გადაღება, არამედ მოხდება ასევე აუდიოც, ხო? ჩაწერა. რატომ რისი გეშინიათ, რატომ არის საჭირო ამხელა თვალთვალი და ამხელა კონტროლი და არის თუ არა რეალურად ციხეში იმის საფრთხე, დღევანდელი მონაცემები და იმიტომ ხომ არ შემოგაქვთ ეს კანონში, რომ რაიმე არ მოხდეს ბუნტის მაგვარი. კანონ პროექტი, რომელიც შემუშავდა, მოიცავს ძალიან ბევრ, ესე ვთქვათ, მიმართულების საზილავსულების სისტემის განვითარებისთვის სასარგებლო, ესე ვთქვათ, კომპონენტებს. დაიხვეწება აუცილებლად დაიხვეწება ყველა მიმართულება, მათ შორის აუდიო, ვიდეო, ვიზუალური მეთვალყურეობა, როგორც თანამშრომელთა უფლებები, ასევე არასრულწლოვნების უფლებები. ეს არის დაახლოებით 100-მდე საკანონმდებლო ცვლილება. მათ შორის ეს არის კონტროლის მექანიზმი. ყველა მოქმედება უნდა ჯდებოდეს კანონის ჩარჩოში. ყველა მოქმედება უნდა იყოს ეფექტური, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს კარგ შედეგს. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც მივუყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებით და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი შემადგენელი არის კონტროლის მექანიზმები. რა თქმა უნდა, იყო კონტროლის მექანიზმი თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ცემა, წამება და ასე შემდეგ. სხვა მეთოდები. რა გინდათ ახლა მითხრათ, რომ ციხეში დღეს ბადრაგები არ სცემენ პატიმრებს? ნამდვილად. მინდა გითხრათ, რაც შეეხება ძალის გამოყენებას, კანონმდებლობა ითვალისწინებს ძალის გამოყენებას. ამიტომ არსებობს სპეციალური დანიშნულების რაზმი, ამიტომ არსებობს რეჟიმის სამსახური. იმ შემთხვევაში, თუ ამოიწურება ვერბალურ ყველა საშუალება, აუცილებლად იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული. ამას გეკპირდებით, ამის გარანტი მე ვარ, ეს ნამდვილად ესე იქნება, მაგრამ იქნება სწორი, მკაცრი და სამართლიანი. აი ეს არის აქ თავარი, მაგრამ რაც შეეხება მათთან ურთიერთობის ფორმებს, უსაფრთხოების ელემენტებს. ეს უნდა იყოს ტექნიკური და ადამიანური რესურსებისა და სწორი მოქმედების ხარჯზე და არა ხელკეტის ხარჯზე. აქედან გამომდინარე ეს საკანონმდებლო ცვლილებაც და აქედან გამომდინარე ყველა ჩვენი მოქმედება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის რომ ვიყოთ სამართლიანი. კარგ ადამიანებს გქონდეთ კარგი პირობები და გქონდეთ კარგად განვითარებისა და ინტეგრაციის საშუალება და ცუდი ქცევის ადამიანებს გქონდეთ შესაბამისი. აუცილებლად ხდება მსჯავრდებულთა დიფერენციაცია მათი ქცევის წესის მიხედვით და შესაბამისი რისკი, შესაბამის დაწესებულებაში ისინი მოხვდებიან თავისი ქცევის შესაბამისად და თვითონვე აირჩევენ თავისი ცხოვრების წესით და ქცევით თუ სად როგორ მოხვდებიან და განთავსდებიან. ძალიან დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს მინდა შევთავაზო კიდევ ერთი ციხის კადრები, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით. ეს არის ეგრეთ წოდებული კრიტი, ორთაჭალის ციხე და იქიდან სულ რაღაც 5 თვის წინ გაიყვანეს, ხომ თუ არ ვწდები პატიმრები, თებერვალში გაიყვანეს, თებერვლამდე კი აი იმ კადრებში, ახლა რომელსაც თქვენ ნახავთ, აღმოაჩენთ,
რომ საოცარ პირობებში იყო უამრავი ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ერთ კამერაში, რომელიც დაუშვათ 15-10 კაცზე ან 16 კაცზე იყო გათვალისწინებული 25 და 30 ადამიანი, 30 პატიმარიც კი ყავდათ. დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო კრიტში. ადამიანებს უწევდათ რიგში დგომა საჭმლისთვის, წყლისთვის და საპირფარეშოსთვისაც კი. ბატონიშა, ძალიან დიდი მადლობა, მე მაყურებელს შევთავაზებ ეორიოდე წუთში ამ კადრებს, თქვენ კი გადაგიხდით მადლობას და მაქვს თქვენთან ერთი თხოვნა. მე მინდა ძალიან გთხოვოთ, რომ თუ იქნება საშუალება ჩვენი გადამღები ჯგუფი რომ შეუშვათ ქალთა კოლონიაში. ძალიან საინტერესო არის რა ხდება ქალთა კოლონიაში, ამბობენ რომ ყველაზე ძნელად სამართავი არის ქალთა კოლონია. ძალიან საინტერესო არის როგორ არიან იქ ქალი პატიმრები და მინდოდა რომ თქვენთვის ეს მეთხოვა პირდაპირ ეთერში. აუცილებლად მე პირობას გაძლევთ რომ შეგიშვებთ. ასევე მეც პირდაპირ ეთერში შემიძლია შემოგთავაზოთ ქალთა დაწესებულების დირექტორობა თუ თქვენ ამას მოისურვებთ. ისე ამბობენ რომ მომიხდება ეგ თანამდებობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. მადლობა. ეს ორთაჭალის ციხეა, ეგრეთ წოდებული კრიტი. გასული საუკუნის დასაწყისში აშენებული ამ ციხიდან სულ რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს პატიმრები. დღეს ჩვენ იმ საკნებს გიჩვენებთ, რომელზეც ლეგენდები გსმენიათ. რიგში დგომა ძილისთვის, ჭამისთვის, საპირფარეშო ოთახში შესასვლელადაც კი ეს კარი დღეს პირველად ჩვენთვის გაიყო. გამარჯობა ბატონიშა, როგორ ბრძანდებით? კარგად, როგორ ეს საშუალების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ ღურწკაია. ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია უნდა მოვისმინოთ დღეს ალბათ. ჩვენ გვინდა რომ მაყურებელს ვაჩვენოთ ის საშინელი საკნები, სადაც ადამიანები რიგში იდგნენ წეღანაც თქვი საპირფარეშოში შესასვლელადაც კი, სადაც ხდებოდა ბევრი საშინელება, სადაც თავის დროზე ბუნტის მცდელობაც იყო და მე მაქვს იმედი რომ დღეს თქვენ მეგზურობას გამიწევთ. აუცილებლად შევეცდები რომ ძალიანად გაგათვალიერებინოთ და მოგიყვეთ ყველა არსებული ისტორია, რომელიც არის ჩემთვის ცნობილი. ეს ის ციხეა, რომლის კონტროლიც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ხო? კი, ეს განაპირობებული იყო თავის ინფრასტრუქტურა და პატიმართა არანორმალური რაოდენობით, რომელიც არ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო. ეს რა არის ბატონიშა? ესენი საწოლებია. ეს საწოლებია? კი, ამაზე შეიძლება ყოფილიყო 150 კილოგრამიანი ადამიანი განთავსებული. მე მინდა რომ ეს გადავიღოთ და მაყურებელს რო ვაჩვენოთ. აი ამ საწოლებზე იდგა ხოლმე პლუს კიდევ რიგი, ხო, ვინ დაიძინებდა, იმდენი ადამიანი იყო საკანში. ხანდახან ეს საწოლები იყო 3 სართულად. იყო შემთხვევა, როდესაც იყო 4 სართულადაც. ეხლა სად მივდივართ? მეორე სართულზე არის საცხოვრებელი კორპუსი. ერთი კითხვა მაქვს, საჩივრების ხუთი აქ რო არის, ძალიან სიმბოლურია, ვინმე საჩივარზე იყო ხოლმე რეაგირება, აკრიდნენ თუ რა ხდება? საჩივრების რაოდენობა, რა ვიცი, ეს იყო თითოეულა და სიმბოლური. იმიტომ რომ აზრია ქონდა, ხო? სკოჩი იყო გადაკრული მაგალითად გზანის დაწესებულებაში. ფიზიკურად ჩაგდებითაც ვერავინ ვერ ჩააგდება. ეხლა სად შევდივართ? ეს არის საცხოვრებელი ნაწილი. აქ ადამიანები ცხოვრობდნენ, არის საკნები, სხვადასხვა ლიმიტი არსებობდა სხვადასხვა დროს, ზოგადად ლიმიტი არის მაჩვენებელი იმის, თუ კარგი პირობა უნდა ქონდეს ადამიანს თუ ცუდი პირობა. ფიქრობ, აქ ლიმიტს აზრი არ აქვს, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ აი ამ ოთახში შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით 15-20 ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი საკანი. 2-4-6-7-8-12-14 საწოლია. ნუ აქ ალბათ დაახლოებით იქნებოდა 20-25 ადამიანი განთავსებული ამ ოთახში. აი ამ ოთახში, ამ პატარა ოთახში ის ცოცხი რა სიმბოლურია, რატოდეს ახლა? ალბათ დარჩა არ ვიცი. წარმოუდგენელი პირობებია, ხო? და სულ რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეთ აქედან, ხო ხალხი? კი, ეს იყო წლის დასაწყისში, როდესაც ეს დაწესებულება დაიხურა. აი ამ საწოლზე ადამიანი ერთ კაცზეც არ იყო, ხო, თან საკმარისი ეს საწოლი? არა. ნუ აი შეუძლებელია უბრალოდ. და 25 ადამიანი იყოფდა ამ 16 საწოლს? კი. ხო, აი ესა ის რეალობა, რაც ხდება. ეს რა არის? რა? აი ის. ეს? ხო. ეს რაღაც ამოღრუნული ეს არის
გადასაწოდებელი აკრძალული ნივთების შრეკაზე რო შევლენ, საიდუმლო გადასაწოდებელი აქ ჩამოფარებული იყო და ეგრეთ წოდებული კაბურას ეძახიან. თუ გაიგებდნენ რომ შრეკა იწყება, აქედან აწვიან შემდეგ კამერაში, ის შემდეგ კამერაში და ასე შემდეგ. და არ იცოდნენ ეს ციხის თანამშრომლები? დაფარული იყო, ეს ახლა ნაპოვნი არის, მაგრამ შემდეგ იყო ეს უკვე როცა ჩამოფარებული არის ეს ეგრეთ წოდებული ისა ყელის რა ქვია, არ ვიცი რა ქვია, ნაჭერი არის ჩამოფარებული. ეს არის ზემოდან ქვემოთ, უკვე ამოლესილი არის. აქ ზედა სართულიდან. კი, აწოდებ ან ჩამოგაწოდებენ აკრძალულს. ესეც გააწოდებ იქიდან გაგვიწყო. როდესაც გაიგებენ რომ შრეკა არის, ან ზედა სართულსაც გვიან, ან ქვედა, რომელიც უფრო უსაფრთხო არის. ეს მათი გაკეთებულია? ეს მათი ხელით არის გაკეთებული. ნივთები დატოვეს. უჯრები აქ ჩავდებულებს ძალიან დიდი შემოქმედებითი უნარი აქვს და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აკეთებენ. აი, მე მგონი სამსართულიან ლოგისაც შევესწარეთ. ეს 2 3 ეს დატოვებული კიდევ ერთი ნივთი საქართველოს და მსოფლიოს ისტორია. საინტერესოა. მოსწავლის წილი. აქ ეთყობა ვიღაც ისტორიის მოყვარული იჯდა ხო პარტიმა. თუ უბრალოდ ყველაფერს კითხულობდე ჩვენ ჩავატარეთ ანალიზი და ვის რა განათლების მიღება უნდა, ვის სისულელება ზრდასრულ ადამიანებში აღმოვაჩინეთ, რომ 285 ადამიანს საშუალო განათლება, ზოგადი განათლება არ აქვს. დღევანდელი მდგომარეობით. ის რა არის? დანის ხო. თვითონ როგორც ეძახიან, ეს არის დანის ჩამოსვლები. ხელოვნურად გაკეთებული დანა. ესეთი ნივთები ამოვიღეთ ძალიან ბევრი ამ წლის განმავლობაში. იყო რაღაცა იცით ამ კადრების მერე ისეთი მდგომარეობა, რომ კონტროლის ხარისხი შემცირდა, პირველ ეტაპზე საერთოდ გამორბოდნენ თანამშრომლების სამსახურიდან ის მასა, რომელიც მუშაობდა. ადრე ვინც მუშაობდა, კი, და დარჩა ფაქტიურად ჭიშველი საჯდახსოვრების სისტემა, მოხდა ისე მოხერხდა ამ ესე ვთქვათ ეგზალტირებული მასის შეჩერება, შიგნით დაწმარება. იყო ხომ ცდილობები ალბათ, რომ იქ პალაჟენი რასაც ქვია ციხის ენით რო ველაპარაკოთ, რომ დაემყარებინათ. რა თქმა უნდა, ციხე არის და ყოველთვის არის ამის ცდილობა. ყოველთვის. ეხლაც არის? რა თქმა უნდა და ყოველთვის იქნება. ყოველთვის არის ამის ცდილობა, რომ ვიღაცა იყოს ლიდერი საბავშვო ბაღში. როდესაც ორი ბავშვია, ერთ-ერთი ბავშვი ცდილობს, რომ მეორეს ლიდერი იყოს, ხო, მასზე გავლენა მოახდინოს და აქედან გამომდინარე ეს ციხეა და აქ უფრო აქტიურად და ეს არის ძირითადი გასართობი, ეს არის ძირითადი ცხოვრების წესი, ეს არის ციხე. სხვა სამყარო. სხვა სამყარო. აქ საგნები რომ თავდება, ეს არის სამბრიგეო, სადაც თანამშრომელი ატარებდა სამბრიგეო 24 საათს. აქ ამოთავს. ანუ მარტო პატიმრები არ იყვნენ ეს მძიმე მდგომარეობაში, როგორც მე ვხედავ, ხო? არა. აქ მომუშავე ადამიანს ალბათ ერთ თანამშრომელს ერთი ფსიქოლოგის შეჭრება რეაბილიტაციისთვის. შეიძლება ესეთ პირობებში სპეციალურად იყვნენ, რომ ისეთი კაცი ჭამიები ყოფილიყვნენ, მე როგორც დადიოდა ლეგენდები? არა, იყვნენ. არ ნამდვილად არა. უბრალოდ არ იყო ინფრასტრუქტურა და რაც იყო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ის შეღებილი იღებებოდა ალბათ ყოველ 20 წელიწადში ერთხელ და ეგ არის საღებავისგან ალბათ გასხილებული ეს კედლები. ეს ყველაზე მოწესრიგებული ადგილია. 60-ში ნებისმიერ დროს შეეძლოთ გამოსვლა. სპეციალურად გამოყოფილი დრო იყო და მაშინ როდესაც შეიძლება მათი გამოყვანა შეიძლება ყოფილიყო შაბათი ან როდესაც მამა მოდიოდა. და აი ამ კრიზისული სიტუაციების დროს დაუშვათ, როცა ფეთქებად საშიშია სიტუაცია ან პატიმარი რაღაც თავისი კრიზისი აქვს, რამდენად ერთვებია სასულიერო პირები? საკმაოდ აქტიურად და იქიდან გამომდინარე ქართული ეკლესია დღეს მაღალი ნდობით სარგებლობს, აქედან გამომდინარე ძალიან ცუდი სიტყვა იქნება, მაგრამ ეფექტური არის მათი ესე ვთქვათ მონაწილეობა სიტუაციის განმუხტვაში.
თუმცა ბევრ ადამიანს გაუჩნდა აი როცა ეს ციხის კადრები გამოვა და ესეთი კითხვა რომ თუ მამაებმა არ იცოდნენ იმ პერიოდში ამ კითხვას თქვენ არ გისვათ ისე ამ წამებებთან დაკავშირებით ეს მართლა ძალიან საინტერესოა ამ თემაზე ვაპირებ რომ სასულიერო პირებთან მომავალში ეს კითხვები დავსვენ ამაზე თქვენ არ გეკითხებით პასუხს მაშას ეს იყო სასჯელ აღსრულების სისტემა, რომელიც ჩვენი თვალით ვნახეთ და მე ნამდვილად გითხრათ, რომ ბოლო კადრება, რომელიც იყო კრიკის კადრები ორთაჭალის ციხის, მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი გადაცემა დღეს მთლიანად ეხება ციხეების თემას და მე შემთხვევით არ მომიწვევია ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ცნობილი გახადეს, საზოგადოებას პრაქტიკულად მართლა შოკი მიაღებინეს, ჩუმად გადაღებული იმ კადრებით, რომელიც ეხებოდა სანდრო გირგულიანის მკვლელობისთვის დაპატიმრებულებს. როგორ მოხერხდა ამ კადრების გადაღება, რომ ენახა საზოგადოებას, როგორ კომფორტში ცხოვრობდნენ ისინი, მაშინ როდესაც თუნდაც კრიტში ასეთი საკნები ჰქონდათ ადამიანებს და ასეთი წამებები ხდებოდა. პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ეს კადრები აჩვენა მაყურებელს, იყო ჩემი კოლეგა ნათია მიქიაშვილი და ძალიან მიხარია ის ინფორმაცია, რაც მე ხა უნდა გამოვაცხადო ეთერში. ნათია მიქიაშვილი ოფიციალურად უკვე არის ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომელი და ყოველ ორ შაბათს იგი საკუთარ ანატომიას წარმოუდგენს TV3-ის მაყურებელს და ბატონი გია ალავიძე ადამიანი, რომელსაც არასოდეს უსაუბრია პირდაპირ ეთერში, როგორ მოახერხა მან იმ კადრების გადაღება, რა ხდებოდა, რა პირობები, რა პრივილეგიები ჰქონდათ გირგულიანის მკვლელობისთვის დაპატიმრებულებს. საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა მომძანებისთვის. ნათია, მიხარია, რომ კვლავ ერთ აქზე უნდა ვიმუშაოთ და კოლეგები უნდა. დიდი სიცარელია მოასწრე პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში. დიდი მადლობა. პირველ კითხვას დავუსვავ ნათიას, იმიტომ რომ სწორედ მისგან გახდა ცნობილი ჩვენთვის ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ დაპატიმრებულ ადამიანებთან დაკავშირებით. როგორ შეძელით ამ კადრების მოპოვება, როგორ მოხდა თქვენი ერთმანეთთან დაკავშირება? ბატონი გია იყო ყოფილი გამომძიებელი, ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული და იჯდა ავჭალის ციხეში, ქთამის აღებაზე დაგაპატიმრეს, თუ არ ვცდები და ეს ადამიანი არის ის, ვინც საკუთარი თვალით ნახა, როგორ პირობებში ყავდათ გირგულიანის მკვლელები, რომლებიც შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან. გისმენთ ნათია? ეს იყო 2009 წელი დაახლოებით. მაყურებელს ალბათ ექნება საშუალება, რომ კადრები იხილოს პარალელურ რეჟიმში. იყო დაახლოებით ერთი თვენახევარი იყო დარჩენილი. მაშინ გახსოვთ ცნობილი პროექტი გადიოდა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საკანი გია გაჩეჩილაძის და 26 მაისამდე იყო დაახლოებით თვენახევარი დარჩენილი. ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ მკითხველობდა მე ნათია მიქიაშვილს, მე გავედი ვნახე. გია რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი და ის მას პირველად შეხვდა და გია მითხრა, რომ მას აქვს რეალური შესაძლებლობა და ის მენდობა მე, რომ მოხერხდეს და გადავიღოთ სანდრო გირგულიანის მკვლელები რა პირობებში იხდიან სასჯელს. თუმცა გიას არ დაუმალავს მაშინ ჩემთვის და მითხრა, რომ თითქმის ყველა ცნობილი ჟურნალისტი მოიარა, უბრალოდ არავინ არ დაუჯერა. ხო, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ხარ, როგორ შეიძლებოდა რომ დავუშვათ ციხეში იმ პირობებში ვინმე მართლა გადაეღო, როგორ ცხოვრობდა. ამ შემთხვევაში უბრალოდ გაამართლა იმან, რომ ზოგადად ჩემი პოზიცია არის, რომ ვენდობი ყველა ადამიანს, ვინც მოდის ჩემამდე, იმიტომ რომ ხმიცაც არ უჭირს არაფერი, ის არ მოვა და არ შეუძლია. და მაესტროში ყავდა ძალიან კარგი ოპერატორები, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ახლა უკვე ჩამოყალიბებული კაცები, მამაკაცები და პროფესიონალები არიან და მაშინ იყვნენ ისინი არასრულწლოვანები, ძირითადი მათგანი იყო პრაქტიკაზე. და მოკლედ გიას ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მე არ უნდა ყოფილიყავ გადაღების ადგილას, იმიტომ რომ მაშინ თქვა შედეგებს, ასე თქვა თავის თავზე ვერ აიღებდა ის. ამიტომ თხოვდა, რომ მისთვის გამაყოლებინა ოპერატორი, მიმეცა მძღოლი, ავტომობილი, რომელთაც გადაადგილება შეიძლებოდა და ისინი მომიტანდნენ მზა კადრებს, თუ რა ხდებოდა რეალურად ციხეში. საკმაოდ რთული იყო ყოლაფის ორგანიზება, იმიტომ რომ გჭირდებოდა რამდენიმე მანქანა. მაესტროს იმ პერიოდში ყავდა დაახლოებით 2 თუ 3 მანქანა, მუდმივად უნდა ეცვალათ მანქანები და 3 კვირის განმავლობაში გია და ჩემი ოპერატორი ბავშვები ცხოვრობდნენ ავჭალის ციხის მოპირდაპირე მხარეს დანგრეულ შენობაში. მე
სხვა ადამიანის საცხოვრებელშიც კი შეხვედით, ხო? სადაც ვიღაცა ცხოვრობდა იქ შეიპარდა. და საინტერესო იყო ის, რომ ვიდრე ბატონი გია თავადვე ისაუბრებს დაუშვათ რამ განაპირობა მისი ეს სურვილი რომ გადაეღო და როგორ გადაწყვიტა და როგორ გარისკა, რომ ვიდრე ეს კადრები ეთერში მოხდებოდა, წინა საღამოს ტელეკომპანია მაესტროში მოხდა აფეთქება. შენ უკავშირებ ამ ყველაფერს? უკავშირებ, იმიტომ რომ კი ვიწრო ჯგუფმა იცოდა ძალიან რომ მეორე დღეს ეს კადრები, ანუ 25 მაისის საღამოს ეს კადრები ეთერში უნდა გასულიყო და 25 მაისით თენდებოდა, როდესაც პრაი გადაბაძე იმყოფებოდა მაშინ მაესტროს შენობაში, როდესაც მას ხელყუბარა შეუღეს. ანუ უკავშირდებოდა ამ კადრების გაშვებას. მადლობ. დიახ. დავამატებ მხოლოდ ერთს, რომ საქმე დღემდე კვალიფიცირებული არის შენობის განზრახ-დაზიანების მუხლით და არა ვთქვათ ტერორისტული აქტის, ან ასე შემდეგ. სხვა კვალიფიკაცია შეიძლება გაცნოთ. ბატონო გია გითხარით, რატომ გადაწყვეტეთ, რომ ეს გადაგეღო და რა პირობებში ცხოვრობდნენ? ეხლა პარალელურად აი გადის კადრები მანქანებით როგორ გაყავთ, ხო? ეს გირგვლიანის მკვლობისთვის დაპატიმრებული ადამიანები. სხვა ჩვენს ერთი უცნაური ისტორია მქონდა, ვიდრე ბატონი გია დაიწყებს საუბარს. მახსოვს, რომ პირველი არხის ეთერში ზუსტად მაშინ, როდესაც შენ მაესტროში ამას ამზადებდი და მოკლედ დიდი ამბავი იყო ეს აფეთქება მოხდა, მე გავიდა ეს კადრები და ასე შემდეგ. მე მქონდა საუბარი ამ თემაზე და დამირეკა ვიღაც ქალბატონმა, რომელიც დამემუქრა, რომ მე ვარ ალანიას დედა, კი ალანიას დედა და თქვენ ნახავთ, მაგრამ გამოვლენ ისინი და ახლობით ესეთი იყო საუბარი და ჩემ და გასაოცრად მართლა ძალიან მალე მოხდა მათი გასავისუფლება. სექტემბერში ფაქტობრივად განთავისუფლეს ორი. დიახ, მითხარით როგორ გადაწყვიტეთ, რატომ გადაწყვიტეთ, რა ხდებოდა იქ მართლა რეალურად ციხეში? საოცრებები გავიგე ჩვენ მაშინ, რომ თითქმის შაბათ-კვირას ისინი გარეთ იყვნენ განსაკუთრებულ პირობებში და თუ არ ვცდები მეძავებიც კი შეყავდათო მათთან, ამბობენ ყოველ შემთხვევაში მე რაც ამიკითხავს, ანუ ჰქონდათ სრული კომფორტი. ისმენ. დაკავშირება ჩემი ამ პიროვნებებთან მოხდა 2005 წლის დეკემბერში, აი კონკრეტულად სანდროს მკვლელობაში ვის მონაწილეობა ცნობილი ვინც რაც არის მიიღო მონაწილეობა იმ პიროვნებებმა დამაგავეს პროვოკაციულად გთამის აღებას. სანდროს ერთი თვის შემდეგ ეს ცნობილი იანურის ამბავიც მოხდა სანდროს რაც შემთხვევა დააკავეს ესენი მარტში და მოიყვანეს ავჭალაში. სანამ მოიყვანდნენ პირობები შეუფნეს, იქ ცალკე იზოლირებულად ყავდათ შენობიდან გამომდინარე და ეხლა იმათ პრივილეგიებს მარტო მე იქ ბევრი ხედავდა, მაგრამ პატიმარი ვინც იყო. მაგრამ შემდეგ აი მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ფაქტურად ესენი პატიმრებად არ ითვლებოდნენ, პატიმრები არ იყვნენ. განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდნენ, როგორც ეხლა საჯელახსოვლების გადაცემაშიც ისეთი იყო ნივთები და დაშვებული ჰქონდათ ტელეფონი, გასვლა, მოძრაობა, ნათესავების შემოსვლა, ეხლა ჩვენ ცოტა განსხვავებულ პირობებში ვიყავით, მაგრამ 2000 იქ ერთი მომენტი ჩვენ არ გავხსენებია, 2008 წლის ომის პერიოდში სადღაც 3 კვირის განმავლობაში საერთოდ წასულები იყვნენ. ციხიდან გაიყვანეს და ციხიდან გაიყვანეს, მე ცოტა გაუჭირდათ უკან მოbrunება, მაგრამ მოაბრუნეს მაინც. და ამის შემდეგ 2008 წელში შეწყალებით მე გავთავისუფლდი იმ სასჯელიდან და მათ გაუნახევდათ ეს სასჯელი. შემდეგ გარეთ როცა გამოვედი, ეხლა როგორი რაღაცა აი რატო გადაწყვეტეთ რომ ეს გადაგეღო და როგორ გარისკეთ? ეხლა თავისთავად ეს იყო ძალიან დიდი რისკი, მაგრამ ამის პარალელურად რატომ გადაწყვეტეთ? აი რა იყო შურიზიება თქვენი მხრიდან? რაღაც მომენტში შეიძლება ესეც ჩაითვალოს რა. უფრო მეტად, იმიტომ აი კონკრეტულად იმ დაკავების საქმეზეც ეხლა დღევანდელ აი ჩემი განთავისუფლების შემდეგ ეხლა სასჯელი და როცა განთავისუფლდი სისხლის სამართლის საქმე აღიზრა იმ უკანონო დაკავებასთან და მასთან 2005 წლის ფაქტთან დაკავშირებით. ეს უკვე ცალკე თემაა, მაგრამ ფირზე ძალიან კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდებიან მსჯავრდებულები ადმინისტრაციის შენობის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ისინი ციხის დირექტორის ტერიტორიაზე შედიან. სამწუხაროდ ამის გადამოწმების ზუსტი საშუალება მაშინ არ არსებობდა, რომ ზუსტად გავაგო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო საუბარი იმაზე, რომ ალანიას კაბინეტი ჰქონდა ადმინისტრაციის შენობაში. პატიმრობის პერიოდში ჰქონდა მას განსაკუთრებული. რატომ თქვენ როგორ ფიქრობთ? აი მე რამდენადაც ვიცი, გაზეთ პრაიმ ტაიმში წავიკითხე, იყო თქვენ გამოუგზავნეთ წერილი, სადაც ამბობთ, რომ გირგული ჯერ კიდევ
პატიმარი რო იყავით, რომ გირგვლიანის მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები და რაღაცა ნივთიერი მტკიცებულებები გადაეცით პროკურატურას. რა მასალებზეა კონკრეტულად საუბარი? თუ შეგიძლიათ რაიმე ახალი რო გითხრათ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ისეთი რაც თქვენ გაიგეთ იქ ყოფნის პერიოდში. კონკრეტულად რაც ნივთიერ მტკიცებულებებს ეხება, ეს გამოძიებისთვის ოფიციალურად წარდგენილი არის საუბარია კომპიუტერის პროცესორზე, რომელსაც ესენი იყენებდნენ დაწესებულებაში. ის ჩემ უბრალოდ ნათიასთან სანამ მივიდოდი, ის პროცესორი ჩემ ხელში იყო უკვე, მაგრამ მაშინ არ მაქვს პროცესი. სხვა გარემოება იყო იქ დოკუმენტალურად რო ჩავწტომოდით, უფრო სიტუაციას 2009 წელი იყო წარმოიდგინეთ რა. ხო, ამიტომაც გისურვებთ კითხოს როგორ გარისკა. არის სატელეფონო ამონაბეჭდი, რომელ ტელეფონსაც მოიხმარდა ერთ-ერთი ბრალდებული, ჩემ სახელზე გაფორმებული იყო, შემდეგ გაიშიფრა ის. ბიბილურიძე იყო, ხო თუ არ ვწდები, ვინც სარგებლობდა თქვენ. ანუ მე როგორც ვიცი, მაყურებელმა კარგად რო გაიგოს, თქვენი ტელეფონი ქონდა წაგართვეს თუ როგორ მოხდა და ამით სარგებლობდა ერთ-ერთი დაპატიმრებული ბიბილურიძე, რომელიც შემდეგ თქვენ ამოიღეთ რომელიც იყო მსჯავრდებული გირგვლიანის მკვლელობისთვის და თქვენ შემდეგ ამოიღეთ თქვენი სატელეფონო ნომრის საუბრები და რა მოხდა მერე? ამონამის გადავეცით გამოძიებას სადღაც 800 ფუცელი და საინტერესო ზარებია. რა ზარები იყო? ანუ ვინ ახორციელებდა იქ ზარებს? ზარები ბატონ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვიზე გაქვთ საუბარი? ბევრი იყო ყოფილი. ყოფილი პატიმარი ბატონ ივანესთან, მერაბიშვილთან, ბატონ დათასთან, ახალაიასთან, გარემოცვასთან, წრესთან, რომელიც ფაქტიურად იმ პერიოდში განაგებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. იცით რა მინდა რომ ვკითხოთ, ციხის საკანი არის ისეთი ადგილი და მეთანხმებით ალბათ, სადაც ადამიანები ბევრ რამეს უყვებიან ერთმანეთს, სადაც ბევრი რამე შეიძლება გაიგო ისეთი, რაც შეიძლება ვერ გაიგო დაუშვათ სხვაგან. თქვენ ვინაიდან იჯექით მათთან ერთად ერთ ციხეში, ხომ არაფერი იცით რაიმე ისეთი განსაკუთრებული, თუნდაც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაც ჯერ მაყურებლისთვის არ არის ცნობილი. მაყურებლისთვის ახლა ერთი მომენტი არის, იქ თავიდანვე სანამ ნათიასთან ჩვენ ურთიერთობა მექნებოდა და გავიცნოდით, მანამდეც ნათიასთვისაც ხშირად ეთქვას, იქ 4 კაცი არ ყოფილა. აი იქ იყო განკვეული ჯგუფი სადღაც 8 კაცამდე. ოქროყანაში აბა ქვემოთ რაც მოხდა, უკვე ესენი პატიმრობის პერიოდი, ეს უკვე დადასტურებულია, კი, იმ პერიოდის ხალხისთვის უცნობი იყო, მაგრამ თავარი არის ზემოთ რა მოხდა. რა მოხდა? მოდით მოგვიყევით და ჩვენ დაახლოებით სურათს წარმოვიდგენთ. ერთი რაღაცა არის გულსანაგლო, რომ ქალბატონი ირინე არ არის ცოცხალი. იმ ხრივ, რომ ალბათ უფრო მეტ ვალდებულებას იქ კიდაც დაზარალებული, კიდაც მონაწილეები უფრო მეტ სიტყვობდნენ. აი რაღაცნაირად დაკეტილი თემა, რომელ თემასაც ალბათ უფრო გამოძიება. კი ბატონო, მაგრამ აი ამბობთ, რომ იქ არ იყო 4, არამედ იყო 8. კი. სიტყვაზე აი 6 უკვე დადგენილია. 2-ც დარჩა და ალბათ დაადგენს გამოძიება. თქვენ იცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ვიცი, მაგრამ უხერხული არის ეთერით ამის პროკურატურა მიცის ეს და გითხათ პროკურატურამ ამ თემაზე და ეხლა რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით? ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენად მათი პოზიცია ძლიერი იქნება მაგრამ ძალიან საინტერესო ბოდიშია გაგაწყვეტინებ გიასაუბროს ორ ძალიან მნიშვნელოვან კომპიუტერზე, ანუ ერთი ჩემი ინფორმაციით არის პროკურატურაში, მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც დაცულია მონაცემთა ბაზა, ანუ ეს არის ფოტო და ვიდეო მასალა ინკა. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ამბობს ერთ რაღაცას, რომ მე ამ კომპიუტერებში მაქვს ნანახი რამდენიმე ფირი, თუ როგორ ხდებოდა ადამიანის წამება. კონკრეტულად სანდროზე არის საუბარი. არა, კონკრეტულად სანდროზე არის. ზოგადად ადამიანებს. შესაძლებელია თქვა ამ პროცესორების გახსნა მიქონიოს უდიდესი მნიშვნელობა გამოძიებაზე. დადგინდეს თქვა პირთა წრე, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ ასრულებდა. ხო, იმიტომ რომ მარტო გუდანის ციხეში არ ყოფილა წამება და არა ადამიანური მომხრეობა. თითქმის ყველა ციხეში და სისტემურად დანაშაული იყო, ხო ეს. შესაბამისად, სამწუხაროდ ჯერჯერობით უცნობია, მეც არ მაძლევს პროკურატურა დაზუსტებულ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოხდა თუ არა ამ ფაილების გახსნა, იმიტომ რომ ზოგი მათგანი წაშლილია, თუმცა აღდგენა შესაძლებელია, ყველამ ვიცით ეს რომ დღეს უკვე ამის ტექნოლოგიები არსებობს. მაგრამ დიამბობს რომ ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ძალიან ტევადი და პროკურატურამ არ ნახა ეს ყველაფერი არ გაიხსნა. პროკურატურამ ნახა ქალბატონო, რაც არის ფაილები გაიხსნა, რომელიც აი თქვათ ასახავს ციხის ცხოვრებას იქაურს. აჭალის კოლონიაში, აი ოჯახური სურათები რაღაცა იქ. არის ფაილები, რომელიც
ჩემი ინფორმაციითაც ახლა შემცველი ოპერატიული მასალა არის ბევრი რაღაცასთან დაკავშირებით, არა მარტო ამ საქმესთან დაკავშირებით, ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებით. ანუ კომპიუტერები რომელსაც მუშაობდნენ ეს ადამიანები. ამათ ერთი ის ჰქონდათ რა განსაკუთრებული მანია, რომ აი ეს ყველაფერი გადაღება რაღაცნაირად ამას უკვე ალბათ რაღაც სპეციალურ кейსებს აკეთებდნენ პიროვნებებზე ადამიანებს. გასაგებია, ანუ ეხლა თქვენ რაც თქვით, მე აი ვცდილობდი რომ ბოლომდე მოვყოლოდი თქვენს მსჯელობაში, რა გამოდის, რომ გირგვლიანის საქმეში კიდევ ორი ადამიანი არის ბრალდებული, დადანაშაულებული, ეჭვმიტანილი? არა, ეჭვმიტანილი გამოძიებას რამდენად ყავს ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ერთი რომ უნდა იმუშაონ და ალბათ დაადგენენ. თქვენ ნამდვილად იცით რომ იქ 4-ზე მეტი ადამიანი იყო. ძალიან საინტერესოა ისე ვინ იყვნენ ნათია შენ ხო არ გაქვს რაიმე მსგავსი ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენ უკვე ისეთი კვეთა გქონიათ ერთმანეთში ამ კადრების გადაღების წინ და შემდეგ, რომ შეიძლება შენთვის უფრო მეტი რამე არის ცნობილი, რაიმე ახალი შეიძლება ჩვენ მოვისმინოთ. ახალი იქნება ინგა ეს აქ თავარი ერთი რაღაც არის რომ დანაშაული ვიცით, ფაქტი ვიცით. დიახ. პირთაწრე დადგენილია, აკლია თქვა და ორი ძირითადი. შეიძლება ითქვას ძირითადი რგოლი, რა არის ეს ორი რგოლი? გიასგან ვიცი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თუმად დაკითხავენ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანები ძალიან ბევრ რამეს მოყვებიან. და მოყვებიან, ანუ მისცემენ პროკურატურასაც და თქვა სამართალდამცავ უწყებას იმ ინფორმაციას, რომელიც ძალიან დიდი და მყარი მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს სასამართლოში იმ პირთა წინააღმდეგ საქმის წარმოებისას, ვინც თქვა ეხა ბრალს იხდის ამ მკვლელობის. და ვის დაუმძიმდება ბრალი, ვის შეეხება ეს? არ არის გამორიცხული ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ანუ თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ის შეიძლება აღმოჩნდეს ამ საქმეში ბრალდებული? საქმეში ბრალდებულად. არა, როგორც დანაშაულის ერთ-ერთი დამფარველი, მან იცოდა, ანუ ფაქტია. რა იცოდა? ის სურათი მომიყევით, ეხლა იცით რა არის, აი ჩვენ საუბრობთ რაღაცაზე და საბოლოო სურათს მაინც თქვენი წარმოდგენების მიხედვით, თქვენი ინფორმაციის მიხედვით, მაინც ჯერ ვერ ვდებთ რა ჩვენ. ანუ მე იმაზე რომ ჩემი ინფორმაციით და მე თქვა რისი შემსწრეც ვარ, მე არ შემიძლია ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, შესაბამისად მე ვიცი ის რაც მე ვნახე და მოვისმინა. ჩემთვის როგორც არის ცნობილი, ანუ მერაბიშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ არაფერი არ იცოდა მეორე დღემდე. ანუ გადაცემა გავიდა კვირას დროებაში, მანამდე დაიბეჭდა Georgian Times-ში, ეს ამბავი, დაიბეჭდა ცოტა სახეცვლილი ფორმით. და მას უკვე მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა ორშაბათ დილით, და ის იმყოფებოდა გერმანიაში, როგორც მე მახსოვს. ოღონდ მან ნამდვილად არაფერი არ იცოდა მერაბიშვილმა და უკვე ჩამოსვლის შემდეგ მე როგორც ვიცი მას ეს ამბავი მოუყვეს არა ისე როგორც მოხდა, არამედ ცოტა შეცვლილი. ანუ იმდენად რამდენადაც თქვა იქ სანდროს გარდაცვლილის და მოკლულის დანაშაულიც რომ ყოფილიყო. აი ასე მოყვნა ამბავი, მაგრამ ზოგადად იმის დასტური სტრასბურგმაც კი როდესაც რეკომენდაციით მიმართა ჩვენს ქვეყანას, იქ აღნიშნა, რომ არსებობს ერთ-ერთი დოკუმენტი შიდა წარმოებისთვის თუ არ ვცდები, მინისტრის ბრძანებით, მინისტრის ბრძანება რომელიღაცა გამოცემული, სადაც დასტურდებოდა, რომ მერაბიშვილმა აღარ მახსოვს, უბრალოდ ზუსტად აღადგინა, მე მგონი, ახლა და სანოძე ისე რომ არ უნდა აღედგინათ რაღაც. თავდაპირველად მოხდა მათი განთავისუფლება სამსახურიდან და შემდეგ ამბავი, როდესაც შენი მეუღლე ხა ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მას არ მოეკითხა მისი მეუღლის თავს გადამხდარი ისტორია. ხო, ჩვენ კარგად გვახსოვს ეს კადრები, როდესაც მისი მეუღლე სასამართლოში დადიოდა. ქვეყნის პირველი პოლიციელისთვის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ამ საქმის ყველა დეტალი ცნობილი. გასაგებია, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ და რეკლამის შემდეგ მინდა რომ გთხოვოთ ამაზე პასუხი. აი რა ტიპის საუბრები გაქვთ მოსმენილი? ჩათვალეთ რომ ეხლა ეს არ არის ტელევიზია და ჩვენ უბრალოდ ვხედავთ და ვსაუბრობთ. ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო აღშფოთებული ამ ფაქტით, რომ და რამდენადაც ვიცი თვითონ ნაციონალურ მოძრაობაშიც ძალიან დიდ ნაწილს სულაც არ მოწონებია ის ფაქტი, რომ მოხდა ამ ადამიანების ასეთი რო აღმოჩნდა, ასეთი კომფორტის შექმნა და მე მით უმეტეს გამოსვლა, იმიტომ რომ ეს მათ დისკრედიტაციას ნიშნავდა. თუ გაქვთ რაიმე ისეთი საუბრები მოსმენილი მათგან, რაც შესაძლებელია რაღაცა ვერსიას კიდევ სხვა საქმესთან მიმართებაში დადებს. ანუ აქ მხოლოდ გირგვლიანის თემაზე არ გეკითხებით. გახმაურებული ან გაუხმაურებული საქმეები, მაგალითად, რა ვიცი, მოდით რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ, ხო ამაზე? კარგი.